შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის სახელმთავრობასთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და სანქციების მოხსნას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. What I do for the crown prince. რას არ ვაკეთებ პრინცისთვის? სანქციები იყო სასტიკი და დამანგრეველი. მიუხედავად ამისა, იმ დროისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა, თუმცა ახლა მათი დრო დადგა რომ გაიბრწყინონ. ჩვენ ყველა სანქციას ხსნით. ხალხის, მათი შემართებისა და რასაც მე ვისმენ, იმის გათვალისწინებით, წარმატებას უსურვებს სირიას და იმედი გვაქვს, გვაჩვენებენ რამე განსაკუთრებულს, როგორც ეს მაგალითად საუდის არაბეთში მოხდა, ველით სიახლეს. Something very special like they've done frankly in Saudi Arabia, okay? They're going to show us something special. კომენტარებში აშკარად იგრძნობოდა ტრამპის შეცვლილი დამოკიდებულება სირიის ახალი პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარას მიმართ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთში შესაძლოა შეხვდეს კიდეც ალ-შარას და ეს იქნება ამერიკის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა სირიის ლიდერთან მას შემდეგ, რაც 2000 წელს ჰაფეზ ასადი ჟენევაში ბილ კლინტონს შეხვდა.